მე მგონი მალე კულინარიის ბლოგერად გადავკეთდები, მაგრამ თათის მოვლენასთან ერთად საჭმლის გარდა სხვა ვერაფრის გაკეთებას ვახერხებ და მოდი დღესაც გაგიზიარებთ ძალიან გემრიელი ჩეხური ბაკლავის რეცეპტს. 400 გრამი ცივი კარაქი უნდა გავხეხოთ და შევურიოთ 4 ჭიქა ფქვილი ესეთ ფხვიერი მასის მიღებამდე. სულ დაგჭირდება 5 ცალი. 5-ვე ცილა ესე ცალკე უნდა შევინახოთ ბეზეს გასაკეთებლად. 4 კვერცხის გული ცომის მასას დავუმატოთ და 1 კვერცხის გული შევინახოთ თავზე მოსასმენად. ცომს კიდევ დავუმატოთ 1 ჭიქა მაწონი ან არაჟანი, 1 ჩაის კოპსი სოდა ძმრით, მოვზილოთ და შევინახოთ მაცივარში 1 საათით მაინც. ამასობაში გავამზადოთ გულსართი. ამოვიყვანოთ ბეზე იმ 5 კვერცხის ცილით, დავუმატოთ სათითაოდ 2 ჭიქა შაქარი, შემდეგ 1 ჭიქა დაფქვილი ნიგოზი, 1 ჭიქა ქიშმიში და ვანილი 1 ცალი. კარგად გადავურიოთ და აი ესეთ სქელ მასას ახლა იწყება ცოტათი რთული ნაწილი, ანუ ამ ნამცხვრის აწყობა, გაბრტყელება. გავჭრათ ეს ჩვენი გაცივებული ცომი 3 ნაწილად, საცხო ფორმაზე გადაუსვათ ჯერ ცხიმი და შემდეგ ფქვილი მოვაკროთ და გავაბრტყელოთ პირველი ნაწილი ცომის. გადავანაწილოთ გამზადებული გულსართის ნახევარი თავიდან ბოლომდე კარგად. ახლა მეორე ფენა გავაბრტყელოთ. ჩემ შემთხვევაში, რადგან სახლის კარაქს ვიყენებ, ძალიან ცხიმიანია და ცომი მაინც ძალიან ნაზი გამოდის არშველის მაცივარში გაცივება, ამიტომ რომ არ დამტეხო და ესე გასაბრტყელებელ ქაღალდზე გავაბრტყელე და ისე გადმოვატრიალე. თქვენ შეგიძლიათ ეგ ტექნიკა გამოიყენოთ, უბრალოდ საცხო ქაღალდზე გავაბრტყელოთ და ესე გადმოაფინოთ. მეორე ფენის შემდეგაც გულსართი მიდის, თავზე კი უნდა წავუსვათ იმ 1 კვერცხის გულს დამატებული 2 სუფრის კოვზი მაწონი. ბოლოს უნდა დავჭრათ ჩვენი ბაკლავა რომბის ფორმის ნაჭრებად და ვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ხუმელში, სანამ ესეთი ოქროსფერი არ გახდება. მე გამომივიდა დაახლოებით 20 ნაჭრამდე.